ვარდებს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. Თქვენი მზრუნველობის საფასუხოდ ყვავილების დედოფალი დაგატკბობთ საამოსურნელითა და თვალწარმტაცი კოკრებით, შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით ხელს შეუწყობთ ვარდის ყვავილობას, ახალი კვირტებისა და ყლორტების ჩამოყალიბებას. სანამ რეცეპტზე გადავიდოდეთ, ძალიან მინდა გთხოვოთ გააზიაროთ ვიდეო და გამოიწეროთ გვერდი, ამით თქვენ მოგცემთ სტიმულს კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები შემოგთავაზოთ. ვარდების სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 კბილი ნიორი, 100 მლ წყალი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 1 ლიტრი წყალი. მომზადებისა და გამოყენების წესი კი ასეთია. ნიორი დააკუცმაცეთ და დაამატეთ 100 მლ წყალი. ნარევს მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 ლიტრი წყალი. მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებელია დამჭკნარი ყვავილებისა და გამხმარი ყლორტების მოჭრა. გაყვითლებული ფოთლების მოშორება, ნივრიანი წყალი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და დაიწყეთ ფოთლების დამუშავება, მოერიდეთ კოკრებსა და გაშლილ ყვავილებს. რაც დაგრჩებათ დაასხით ფესვებზე, ნივრიანი წყალი ვარდის ბუჩქის სამკურნალოდ გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და აუცილებლად დილით ადრე. მზის ამოსვლამდე, მოცემული საშუალების გამოყენების შემდეგ ვარდი აქტიურად დაიწყებს ყვავილობასა და ზრდას.